გავიდა ხანი, რაც მაძიებლის პირველი სეზონი დასრულდა. ამბობენ რომ კარგი იყო. თუმცა გარკვეული შენიშვნებიც ჰქონდათ. მაგრამ მალე მაძიებლის მეორე სეზონი დაიწყება და ჩვენ ყველა შენიშვნა ვეცადეთ რომ გაგვეთვალისწინებინა. ამიტომ ეხლა გეტყვით რა შენიშვნები გავითვალისწინეთ და რა შენიშვნები დავიკიდეთ. გავითვალისწინეთ პირველ რიგში ის რომ არ ყოფნისო წერდნენ კომენტარებში ადამიანები და ამიერიდან მაძიებელში იქნება 3 დოსიე და 3 საქმე ორ-ორის ნაცვლად პლუს თითო შეკითხვა. ეს ხომ კარგია. კიდევ კარგია ის რომ მესამე რაუნდზე რა დასამალია და მოსაწყენიაო და მაგას ვახხევთო გვიწერდნენ ადამიანები. ამიტომ ჩვენი ვერდიქტის რაუნდი მეორე სეზონში შეიცვლება და ნაცვლად უბრალოდ სწორია თუ მცდარიასი მოგვიწევს კონკრეტული რიცხვების გამოცნობა უცნობი ფაქტებიდან და მე ვისი რიცხვიც უფრო ახლოს იქნება სწორ პასუხთან ის მიიღებს ქულას. ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესო შეკითხვა და საინტერესო რაუნდი გამოვა ამგვარად. 8 მონაწილე მიიღებს ისევ მაძიებლის მეორე სეზონში მონაწილეობას, ისევ მეოთხედფინალებიდან დაიწყება თამაშები, მოკლედ ოლიმპიური პრინციპით ვითამაშებთ. ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება, ვინც მოიგებს, გადავა შემდეგ ეტაპზე და ვინც საერთოდ სეზონს მოიგებს, რა თქმა უნდა, ის მოიგებს Meta Quest 3-ს. აი ასეთი ამბებია. ფრეთუ მორჩა? ჯო მაგაზე? ვიფიქრეთ მაგაზე? ფრეთუ მორჩა? ესეც მოფიქრებული გვაქვს. ფრეთუ მორჩა ამ შემთხვევაში იქნება პენალტები. პენალტები მოვიფიქროთ რა იქნება რა. ეგ არის.